ყველას მოგესალმებით, ესე იგი გისურვებთ პოზიტივით სავსე დღეს და ასევე წინა ვიდეოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა, თქვა მოცემული სიტუაცია ეკლესიის წევრების გაკრიტიკებას, მაინც ვერ ღებულობს ამას. რა თქმა უნდა, რახან ჩემი გვერდი არ არის დაინტერესებული იმით, რომ აი ნეგატივი ვაფრქვიო და მეტი სხვა არაფერი. მე მინდა შევიდე, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობაში, ვინც ვერ ღებულობს ამ შენიშვნას, იმიტომ რომ მათ მაგალითად არ გამოუცდიათ, არ გაუგიათ, არ უნახიათ, თქვათ, ის რაღაცეები, რაც თქვათ მე და კიდე სხვებმაც ნახეს. და ძნელია უბრალოდ შეხვიდე ადამიანის მდგომარეობაში, პირადად უნდა გიცნობდეს, ან თქვათ მინიმუმ ეგეთივე რაღაც, ანუ გამოცდილი უნდა ქონდეს რა, ეგეთივე პრობლემა, რომ შევიდეს შენ მდგომარეობაში. ჩვენი საზოგადოება დღესდღეობით ამისთვის მზად არ არის. ამიტომ ჩემი გვერდი რახან ემსახურება იმას, რომ მე რასაც ვფიქრობ, როგორ ცხოვრობ, ეს ყველაფერი ვაჩვენო და ემსახურება ამას და მარტო ნეგატივი არ ვაფრქვიო. ამიტომ დღევანდელ დღეს გამოვეხმაურები ბატონო მომხდარ შემთხვევას, სადაც გვარად გეწაძე ბატონო მომღერალი, რომელმაც თბილისი Open Air-ზე გააკეთა ესეთი რაღაცა, რომ რუსეთის დროშას ესე იმათ ჟარგონულადაც რა დააბსა, ესე მოშარდა ბატონო. ჩემთვის ნახდად არ არის ეს ახლა კომფორტული თემა რომ განვიხილო, მაგრამ მე უბრალოდ რა ვერ გავიგე ისეთ ეს ადამიანი ესეთ რაღაცას რო აკეთებს, ჩემი აზრით პირველ უპატივცემულობას ავლენს თავის მსმენელთან მიმართებაში. ეხლა იქ ახალგაზრდა თქვათ ბიჭები, გოგოები არიან, რომ მათთვის ეს მაგალითის, საქციელი არის, ესე უნდა გააკეთო, თქვათ, ესე უნდა მოიხსნեն თუ ამითი რა გამოაჩინა, რომ პატრიოტი არის და მოყვარულია თავისი ქვეყნის. მე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხარდამჭერი ვერასოდეს ვერ ვიქნები და არც ყოფილ ვარ, ეს საქციელი ჩემთვის არ არის მოსაწონი ნახდად, იმიტომ რომ პირველ რიგში ეთიკური ნორმებში არ ჯდება ეს. ეხა რამშტაინს თუ მიბაძა, რამშტაინმა იქ ცოტა უფრო მძიმე აქტი ჩაიდინა თავის კონცერტზე. ეს რავი, არაფერი მას არ აღაზრდა. თქვათ რუსეთთან ბრძოლა ამ ადამიანს, თქვათ, ხელოვნებით თუ უნდა, ეს საქციელი ხელოვნება არ არის. მას შეეძლო სიმღერა დაეწერა, თქვათ, თუ ხატვაც გამოდის კიდე რაიმე, თქვათ, პოსტერი დაეხატა და ასე შემდეგ. უბრალოდ მსგავსი საქციელები მე მახსენებს უკრაინაში უკრაინელ პოლიტიკოსებს ბატონო, რომლებიც მაგალითად გამოირჩევიან განსაკუთრებული კრიტიკით რუსეთის ომამდე და ომის პერიოდშიც ეხლა და აი მაგალითად ორ ადამიანს დავასახელებ, რომელსაც ნებისმიერი თქვენ მე არ გავაკეთებ ხა აი ამ ვიდეოში, რომ ისეთ რა გაგაზარმაცოთ, რომ აი მე მოვიძიე ყველაფერი და არა, შედით ინტერნეტში ნახეთ, იქნებ გატყუებთ, ხო? გადაამოწმე რა, ეხლა ხო არის ხალხი, ვინც ოპიტით არის, გადაამოწმეთ ბატონო და ნახეთ ხო, რომ აი ეს გაზარმაცება მე ჩერჩეთი ჩემი მეზარება, ჩემი არ მიყვარს რა და ამიტომ გადაამოწმეთ, აი რას ვამბობ მე, სიმართლეა, თვილი არის. ეს ჩემთვის უფრო კარგი იქნება რა, იმიტომ რომ რაც უფრო ღირსეული მოწინააღმდეგე და მოპაექრე მეხოლება, ეს უფრო კარგი არის რა, მეც არ მაძლევს იმის, რა ქვია, გაზარმაცების საშუალებას. ორ ადამიანს დავასახელებ, ეს არის პეტრო პოროშენკო, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის, რომელიც მაგალითად აი ტვინი წაიღო რა, რასაც ქვია, ტვინი წაიღო ამ კაცმა, ჯერ თავისი შოკოლადებით და მერე კიდე ამ იმის რუსი ჯარისკაცის თავის ქალამაყ სახში და რაღაცა ესეთი ზღაპრები და ისინი და უცბად ვიგებ, რომ ეს მილიარდელი კაცი, რომელმაც ნახდად უკრაინელების მოტყუებით, რა თქმა უნდა, ფული იშოვა, რუსეთში აქ სხვა დასახელებით, იქ როშენი არ ქვია. სხვა დასახელებით ქარხანა გახსნილი, რომელიც ტყილეულობას აწარმოებს ბატონო. და კითხვა, როდესაც დაუსვეს მას, რომ რატო არის თქვათ ეს ქარხანა იქ და ასე შემდეგ, ამ ადამიანმა კითხვას არ არის და ბატონო პასუხი არ თქვა არაფერი. გაჩუმდა. დღესდღეობით ესე იძახის, რომ რახან რუსეთმაო, არ ვიცი ეს სად გამოაცხადეს, რომელ სიაში რუსეთის მოწინააღმდეგე პიროვნება, მტერი და ასე შემდეგ და ეგ ქარხანაო სასამართლოში მაქვს საქმეო და ეხლა სასამართლოში რატო ასაჩევრებ თქვათ ხო ამ საქმეს? თუ შენ პატრიოტი ხარ, რუსეთთან რა ურთიერთობა გინდა რომ კიდე გქონდეს? ცოტა ადამიანი მოგიქლა, თქვათ შენივე ქვეყანაში, მაგრამ ხო ამას თავი გავანებოთ, ამ კაცმა ესეც მოახერხა
რომ ამ გზით უკრაინულად ლაპარაკობს ბატონო, უკრაინული ტანსაცმელიც აწვია და ხო ატყუებს ხალხს რა, ანუ პატრიოტობს. ხო და არა და რუსეთის გაფორმებული აგენტია. სხვათა შორის KGB-ში სააკაშვილის კურსელი იყო ბატონო, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ სხვათა შორის და შემთხვევით არ არის რომ ეს ჩვენი სმეტანაში გაჭედილი კაცი მერე ოდესაში აღმოჩნდა და იქ გუბერნატორად დანიშნა. ეს შემთხვევით არ იყო. მაგრამ მერე ხო იცით ახლა ყველას ლიდერობა და უფროსობა უნდა ბატონო და ეგ არის. და მეორე პიროვნება არის ბატონო გონჩარენკო, ესეთი რომელიც ტელევიზორში საქართველოს მიმართულებითაც განცხადებებით გამოდის ბატონო, ევროპაში, სტრასბურგში, კერძოდ ბრიუსელშიც მოგზანდება ხოლმე და აი იქ ისეთ სიტყვას იტყვის, რომ აი ბიჭო, აი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი უკრაინა. და წინარე წლებში ბატონო, სანამ ომი დაიწყებოდა უკრაინაში და სანამ ეს ცოტა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა პოლიტიკაში ეს ადამიანი, 16 მილიონი დოლარი გადმოურიცხა გაზპრომმა. გაზპრომმა რო გადმოურიცხა, ეს თავისი სიძის სახელზე შეუშვა რა, სიძის და დის რო თავის თავზე არ დაფიქსირებულიყო, მაგრამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ ეს დაასკვნა. კითხვა რო დაუსვეს, ესო მე კი არ გადმომირიცხესო, ჩემს სიძეს გადმოურიცხესო. აი რა შუაში რატო გადმოურიცხავდნენ მაგის სიძეს? ეხლა თუ ამ კაცს ვიაზი არ ქონდა, იმასთან კავშირი არ ქონდა რუსეთთან. და თან კიდე ეს ადამიანი მსახურობდა ბატონო პარტიაში, კუჩმა იყო, ლეონიდ კუჩმა, ესეთი პრეზიდენტი, რომელიც სხვათაშორის ძალიან კარგად ბალახობდა რუსეთთან, ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო და ეს კაციც იყო მისი პიარის გამკეთებელი ბატონო და ხელს უწყობდა, რომ აი ეხა გონჩარეკოს გამო არ გავხდა ეს პრეზიდენტი, მაგრამ მაინც იმ რუსულ მხარეს უჭერდა მხარს და უმეტესობა ზუსტად აი ესეთი საქციელებით რაღაც რუსეთის დროშა შეჭამეს და იქ უნიტაზზე დაამაგრეს და ასე შემდეგ უმეტესობა მერე ირკვევა რომ სამწუხაროდ რუსეთიდანვე არიან წამოსულები რა ესენი უბრალოდ ამათი დავალება არის რომ გააღვივონ აგრესია და ომში ესენი არც ერთი არ წავა ომში ან ჩვენ წაგვატყრებენ ან ჩვენ შვილებს ან კიდე ვიღაცა ისეც ვინც მაგალითად საერთოდ ანუ არაფერი არ ესახმება იქ, მაგრამ ნუ აი ამან ხო გამოიწვია ემოციები, არა? ჩემი აზრით, კანონი თუ არსებობს საქართველოში ეგეთი უცხოეთში არის ვის ზოგიერთ ქვეყნებში ყველგან არა. სისშიშვლესთან დაკავშირებით ადამიანმა თუ თქვა თავისი თქვა რაღაცა ანუ მაისურ ახლა მაგალითად მე ვიცი ლუქსემბურგში მაისურ გახდილი ვერიული. ანუ ჯარიმა რა, ნოვა თქვა პოლიციელი და დაგაჯარიმეს. ეხლა შარვალ და ტრუსიკ ჩახტილი ხო ეხო საერთოდ მე მგონია რომ უფრო სხვანაირ უფრო ან შეიძლება ფსიქიატრიულში წაგიყვანა. ხო და ამიტომ მე ვფიქრობ ეს ადამიანი რაღაცა ეთიკურ ნორმების კუთხით უნდა დაისაჯოს. იმიტომ რომ არ არის ეს ანუ ლამაზი საქციელი მე პირადად არ მომეწონა. და თან კიდე რა არის ის თავარი რომ ესეთი საქციელები მსგავსი რაღაცეები საქართველოს გინდ მორალური კუთხით და გინდ რაღაც პატრიოტიზმისკენ ნაბიჯებს ვერანაირად ვერ გადაადგმევინებს რა პირადად მე ესე ვფიქრობ ეს უფრო უკან დაწევს და გამოაჩენს რომ ტყიური ხარ რა აი ტყიური ადამიანი ხარ და ვсё მეტი არაფერი ხო და ეხა იმაში არ ჩავამართო რომ რუსეთს ვამართებ არა რუსეთი ოკუპანტი არის რუსეთი არ არსებობს მეზობელი რომელთანაც არ უმია და აი როგორც გითხრათ ყაზახეთს მაგალითად უკრაინასაც ორივეს ერთნაირად მოუწყო თქვა შემშელობად და კიდე რავი რა ჩამოთვალო რამდენი ვინც კი ყავდა მეზობელი რუსეთს ყოველთვის მასთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა ამაზე რო არ შევჩერდეთ ეხა მე მინდა რომ გისურვოთ ესე იგი კიდევ ერთხელ კარგი დღე ვიდეოებში რასაც ვსაუბრობ დაუკვირდით იმიტომ რომ რაღაცა სწრაფად რო გაივლის თვალი ვერ ახდენს ამის ფოკუსირებას რა და მოისმინეთ არ მოგეწონა დააფიქსირეთ ბატონო თქვენი აზრი გამიხარდება და ეხლა აი ამ გზავრობისას გამახსენდა სოსო ბაღდათელის სოსო კორწყლიპირელის ლექსი არის ესეთი წერალი მოვა წვიმა მოვა კოხი გადარჩება ჩემი როხი აი ეს ლექსი დაიმახსოვრეთ როხი ეს არის სოფელი სადაც აი რასაც ქვია კავკადნიერდი რა ჩემს მეგობრებთანაც მეთან ერთად და ამიტომ როხს დიდი მოკითხვა აქედან ჩემგან აბა კარგ დღეს გისურვებთ და შემდეგ შეხვედრამდე